დიდი მადლობა ბენც, გამარჯობა მოგესალმებით ვანოშო პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. როგორც ყოველთვის ვიწყებ ცენტრალური თემით, ცენტრალური თემა არც თუ ისე სასიამოვნოა, ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ჩამოართვეს CSKOS კომისიის წევრების დანიშვნის უფლება და CSKOS ოპოზიციური მოადგილის შტატი საერთოდ გააუქმეს. Რაღაც სწავლობთ, ვეღარ ხვდები კაცო, რა ადექით თქვენ ოჯახ აშენებულებო და გააუქმეთ საერთოდ ეს არჩევნები. რა გონიათ ახლა რომ ოპოზიცია გაერთიანდება და ხალხი ხუჩაში გამოვა თუ რა? მე პირადად მირჩევნია არჩევანი და პურის ფული არ მქონდეს, ვიდრე ოპოზიციის გვერდით დავდგე და ნაცი მეძახონ. საერთოდ აი ეს მირჩევნია მე. მოკლედ ოცნება CSKOS თავის თავზე ირგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნებსაც მიიტაცებს და ხალხს ისევ ისე ამ ხელისუფლების პირობებში მოუწევს გაჭირვებაში ცხოვრება, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ერთი კარგი ამბავი მაქვს ძვირფასო მეგობრებო, ბატონი ბიძინა 68 წლის გახდა. სულ ნეგატივზე რო არ ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ, რაღაც პოზიტიურიც ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ საარჩევნო წელია და ემზადებიან პოლიტიკური პარტიები, მე დამაინტერესა როგორია პარტიების დაფინანსება. რადგან ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების დროს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად პარტიების ფინანსური მდგომარეობა ასე გამოიყურება. ფოტოზეც შეგვიძლია ნახოთ, ქართული ოცნების ანგარიშზე 11 მილიონი ლარი და $13,000-ზე მეტი იდო, ხოლო ლეიბორისტული პარტიის ანგარიშზე არის მხოლოდ 12 ლარი. 12 ლარი ცოტა თამამი ნათქვამია. ალბათ ეს ინფორმაცია ასე უნდა ჟღერდეს. ოცნებას 11 მილიონი აქვს ანგარიშზე, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას 12 ლარი აქვს მოგროვებული გოჭის ყულაბაში. ეგრე შეიძლება. შალვა ნათელაშვილი რომ წინა საარჩევნოდ გვპირდებოდა თუ რამეში დაგჭიდათო გუგავა მოვაო, გუგავაც ვერ მოდის, იმიტომ რომ გზის ფული არ აქვს და შაშკარად ეს 12 ლარი რა ვიცი, არ ამგონია იყოს მოსასვლელად. ისე რომ დავაკვირდეთ 12 ლარი არ არის ცოტა, რამდენი რამის ყიდვა შეიძლება, აბა 12 ლარად. აბა დაფიქრდით. 3 ბოთლი ზეთის. ხო შეიძლება? ან 6 კილო კარტოფილის, ან კილო ნახევარი კიტრის, ან 12 პურის. მე შემიძლია დაუსრულებლად ჩამოვთვალო ეს სია და თქვენ იძახეთ ცოტაა, არც ისე ცოტაა 12 ლარი. არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემ. მან განაცხადა, რომ ყველა მიცის როგორ ატარებს ოცნება არჩევნებსო 2012 წლიდანო და 2024 წელსაც იგივე სტანდარტით ჩავატარებთო არჩევნებსო. გესმით ხალხო? ისევ იმ სტანდარტით, ანუ ისევ კარტოფილი დარიგდება, ისევ მკვდარი სულები იქნება სიაშიო და ძველი ბიჭებსაც ისევ დააყენებენ საარჩევნო უბნის შესასრულებთანო. ეს ხომ ჭეშმარიტი ევროპული სტანდარტია, ხო? ესეთი სტანდარტი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებულად წინ ვართ. უმაღლესი სტანდარტი გვაქვს მართლა, რომ დავაკვირდეთ არჩევნების ჩატარების და ყველა მიცოდეს, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის თავისუფალი. თავისუფალი. იმდენად თავისუფალი, რომ ოქმებში რასაც უნდა იმას წერენ. არანაირი შეზღუდვა არ აქვს, აბსოლუტურად. მე მეცაც გეტყვით, ქართული ოცნების არჩევნების სტანდარტებზე მსოფლიო ლაპარაკობს. ჯერ მარტო მარნეული რო ავიღოთ. აი არჩევნები კი არა, დემოკრატიის ზეიმია მარნეულში. ამომრჩეველი რომ საარჩევნო ყუთით გარბის და საარჩევნო უბნებთან სისხლი იღვრება, შეედაროს ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის არჩევნები და აი შეედაროს. სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ არჩევნების თემას შეეხო და ახსენა, რომ არსებობს იმის საფრთხეო, რომ რუსეთი ჩაერიოსო ჩვენს არჩევნებში. მოდით ნახოთ კახი კალაძის განცხადება ამ თემაზე. არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. კალაძემ არჩევნებში ჩარევასო ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ხედავთ, აი ამით რუსეთსაც დაუბრახუნა მუშტი. არ ჩაერიო არჩევნებშიო რუსეთო. არანაირათო, არ გაბედო რომ ჩაერიო. იმიტომ რომ უკვე ვისწავლეთო ჩვენც, აღარაა საჭირო თქვენი ჩარევაო. დავამუღამეთო ჩვენ უკეო. თქვენი საქმეს მიხედეთო აქო, აღარ შეწუხდეთო. მე აი ესე მკაცრად უთხრა ფაქტიურად. თქვენ ფიქრობთ, მხოლოდ კალაძემ შეუტია რუსეთს, არა? მამუკა მდინარაძის განცხადება წამოეწია ეგრევე და ნახოთ ეს განცხადება.
შეიძლება რუსეთი არჩევნებში მართლა ჩაერიოს, მაგრამ ვის სასარგებლოდ კაცმა არ იცის. განაცხადა თვალებში ნაცრის შეყრის უბადლო სპეციალისტმა მამუკა მდინარაძემ. თითქოს რუსეთის სულ ერეოდა არჩევნებში ოცნების წინააღმდეგ და ვერად და ვერ დაამარცხა. წარმოგიდგენიათ? სულ ერეოდა, აი ოცნების წინააღმდეგ და ვერ მოერია. ამერიკაში ჩაერია და იქ აარჩევინა დონალდ ტრამპი რუსებს და აქ თურმე მამუკა მდინარაძეს და ოხანაშვილს ვერ მოუხერხა ვერაფერი. რა არეცადა მთელი 12 წელი წარმოგიდგენია, აი ვერ მოდრიკა, ვერაფერი ვერ მოუხერხა. მამუკა მდინარაძემ ამ განცხადებას ისიც დაუმატა, რომ სალომეს ადგილზე მე თავსო შევიკავებდი რუსეთის ხსენებისგანო. მამუკა ისეთი ჭკვიანი კაცია, მარტო სალომეს ადგილას კი არა, ჟორდანიას ადგილას წითელი არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოერიდებოდა. ქაქუცას ადგილას რუსეთთან აჯანყებას მოერიდებოდა. და გამსახურდიას ადგილას რუსეთის გამო დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოერიდებოდა და საერთოდ ასეთი დიდი რაღაცების ლაპარაკს როცა ერიდები, ზუსტად ეგ არის ქოცობა. იმიტომაა ქაქუცა კაცი და მამუკა ქოცი. სასიხარულო ინფორმაცია თბილისის მოქალაქეებისთვის. კახი კალაძემ თბილისის მერიაში თბილისის პარკინგისთვის 100 ადამიანის შტატი დაამატა. ვინც 10 მილიონი ჯარიმები უნდა გამოუწეროს ხალხს. ორი ფრაზა მახსენდება ამ ინფორმაციის შემდეგ. პირველი, ის სითი პარკი ხო გავაგდეთ, ეგეთი ფრაზა მახსენდება და მეორე ფრაზა, თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთ. აი ეს მეორე ფრაზა. ისე მომწონს, ორივე ფრაზა ძალიან მომწონს. აი რო ვერ ვანსხვავებ ერთმანეთისგან. აი ვერ ვამბობ რომელი უფრო მომწონს, მაგრამ მეორე უფრო განსაკუთრებით მომწონს. თუ არ მოგვეწონა გადავირჩევთ. იმიტომ რომ რაღაცნაირად უფრო ხანგრძლივია და გლობალური რაღაც ეს ფრაზა. ოცნებას 11 მილიონი ხო აქვს ანგარიშზე. ჯარიმებით კიდე 10 დაემატებათ, იქეთ არჩევნებზე კიდე შესწირავენ ბიზნესმენები სერიოზულ თანხებს, მაგრამ არ შეგეშინეთ ხალხო. არ დაგავიწყდეთ რომ ლეიბორისტების ანგარიშზე 12 ლარია. თან სულ ხურდებით 4 ლარიანი, 3 1 ლარიანი და 2 50 მონეტებით ძრწოდეთ ქართულ ოცნება. ოცნება საკმაოდ დიდი შემოსავლები აქვს შემოწირულობებით, მაგრამ ხარჯიც ძალიან დიდი აქვს, მაგრამ ხარჯის არ ეშინია. აგერ არ აქვს ახლა ხალხის ფულით სავსე ბიუჯეტი და ბევრი აქვს. მოდით ნახოთ რაში ხარჯავენ რეგიონებში ფულს. რეგიონებში ჩინოვნიკებმა მხოლოდ ერთ თვეში რესტორნებში 800,000 ლარი დახარჯეს. ხალხი კიდე წუწუნებს ლარი საკმარისად ვერ მყარდებაო. რა გაამყარებს ჭარბი ფულის მასა ჩაშვებული რესტორნებში პირდაპირ. ამ ამბის მერე ერთადერთი ის დაგვრჩენია ხალხმა ჩინოვნიკებს ბარიატრია გაუკეთოს და კუჭები მოვაჭრათ. თორე ერთ თვეში 800,000 საჭმელი აქვს დაჭამი ხალხო. ეს ისი რას ნიშნავს, რომ მეორე თვეს 1 მილიონს დახარჯავენ და 1 მილიონისას შეჭამენ. მეორე თვეს 1,5 მილიონისას და კუჭი ხო უფრო ფართოვდება და ხო იზრდება ამ დროს. და ძღომასაც ვეღარ იღებ, მაგრამ ბარიატრია უნდა მოაჭრე და ცოტა ლუკმა-ლუკმასო ჭამენ ხოლმე, ხო იცი ეგ კუჭ მოჭრილი ხალხი. რამდენიმე დღის წინ ევროპაში გაემგზავრნენ სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე, ერთად არა. ცალ-ცალკე სალომე საკუთარი ფულით, ირაკლი ბიუჯეტის ფულით. მათ ჰქონდათ შეხვედრები ევროპელ დიპლომატებთან, მაგალითად ჯოზეფ ბორელმა მოუწოდა ჩვენს მთავრობას ებრძოლოს ქვეყანაში ანტიდასავლურ რიტორიკას. ანუ ბორელმა ოცნებას მოუწოდა თქვენივე თავს ებრძოლეთო. თან ეს ყველაფერი კობახიძეს უთხრა. აი კობახიძეს ანტიდასავლური რიტორიკის ფუძემდებელს საქართველოში. აი ანტიდასავლური რიტორიკის მთავარ მენეჯერს და შემოქმედს. ძალიან გააქტიურდა სააკაშვილის შეწყალების თემა. მოდით ვნახოთ ქართული ოცნების დეპუტატების რეაქცია და განცხადებები მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ბეჟან წაქაძე ამბობს. მე აქ პაუზა გავაკეთე და გკითხავთ, რამდენს გაინტერესებს რას ამბობს ბეჟან წაქაძე. ძალიან ბევრს საინტერესებს, ინტერესი ძალიან დიდია. ძალიან დიდია. აქვე მეორე კითხვა, რამდენმა იცით ვინაა ბეჟან წაქაძე?
არავინ არ იცის, მაგრამ ოცნების დეპუტატი როა ბეჟან-წაქაძე არავინ იცის, მაგრამ ძალიან აინტერესებთ რა განცხადება გააკეთა ბეჟან-წაქაძე. მოდით ნახოთ. არჩევნების მოგება გადიჭირდებათ სააკაშვილი თუ გადადის. არავით არის არჩევნების მოგებას. არჩევნებს მოვიგებთ ძალიან დიდი უმრავლესობით. სააკაშვილი თუ თავისუფალი იქნება? უფრო კარგად მოვიგებთ კიდე. რატომ? სააკაშვილი თუ თავისუფალი იქნება, ოცნება უფრო კარგად მოიგებს არჩევნებს. განაცხადა ყველასათვის საყვარელმა და ხალხისთვის უპირობო ლიდერმა ბატონმა ბეჟან-წაქაძე. მართლა არავინ იცის ვინ არის ბეჟან-წაქაძე, მაგრამ არჩევნებზე ბეჟანი რომ არ იყოს, ჩათვალეთ რომ კაპიკია ოცნების ფასი. აი ახლა მივხვდი რატომ არ ათავისუფლებენ მიშას. ოცნებას არ უნდა ძალიან დიდი სხვაობით მოიგოს. ანუ ესენი ხო ევროპულ სტანდარტებს იცავენ, ხო და მიშა რო გამოუშვა შეიძლება მხოლოდ ოცნება შემოხაზოს, ხალხმა 100% აიღოს და მივიღებთ ერთპარტიულ მმართველობას და მადლობა ბეჟან რომ დგახარ ქართული პარლამენტარიზმის, დემოკრატიისა და მრავალპარტიული ტენდენციების სადარაჯოზე. მართალია ეს წინადადება ვერ გაიგე რა არის, მაგრამ მადლობა ბატონო ბეჟან. მოდი ვნახოთ მეორე ვიდეო, სადაც მოვისმენთ საზოგადო მოღვაწის, ინფლუენსერისა და ვლოგერის, ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანის განცხადებას. ეს ყველაფერი კი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ერთ ბელადს და მის გიჟურ მოქმედებებს მიბმული ადამიანები ხართ და პოლიტიკოსები ხართ და მეორე მხრივ ადასტურებს იმას, რომ თქვენი დამოუკიდებლობა არ გაიშვას. თქვენი დამოუკიდებლობა არ გაიშვასო, არსად არ გაიშვა. ვაიმე ქალბატონო ნინო, რა მაგარი რაღაც თქვით. აუ ეგრო დატვიტოთ და აი ეს კომენტარები რო წაგვაკითხოთ ძალიან გთხოვთ რა, იმიტომ რომ აი დატვიტული უფრო ძალიან საინტერესო იქნება. თქვენ დამოუკიდებლობა არ გაიშვასო, განაცხადა ქართული ოცნების ზედამოუკიდებელმა წერმა ქალბატონმა ნინო წილოსანმა. აბა ვინმე ტყვის ამ წინადადებაში რა მოგატყუეთ? ის რომ ქართული ოცნება და დამოუკიდებლობა ეს ორი სიტყვა ერთად არ იწერება. გრამატიკული შეცდომა არის აბსოლუტურად. სხვათა შორის მინდა აქვე მოგახსენოთ, ნინო წილოსანი პარლამენტის ახალი ვიცე-სპიკერია, ანუ ვიცე-სპიკერად დაინიშნა. გილოცავთ მეგობრებო, პარტია რომლის პრიორიტეტი განათლება და ინტელექტია, ის ყოველთვის გაიმარჯვებს. მინდა მიულოცო ოპოზიციონერ დეპუტატებს, როცა ნინო წილოსანის ხდომებს წაიყვანს კრიტიკული კომენტარების გამო მიკროფონს ვერ გამოგირთავთ, რადგან შილაკის გაფუჭების რისკი მაგ დროს ძალიან დიდია. ძალიან დიდი. ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერად, აი რას ნიშნავს წაკითხulis გააზრებაში ჩვენი ქვეყანა 67 ადგილზე რომ არის. იმიტომ რომ კოცებს რომ წაეკითხათ და გაიაზრათ რას ნიშნავს თვითონ სიტყვა ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანს არ დანიშნავდნენ მაგ თანამდებობაზე. რომ შევაჯამოთ რა ხდება ქვეყანაში, ქართულმა ოცნებამ უკვე ცესკოს თავის ჯიბის კანტორად აქცია, საქართველოს პრეზიდენტს კიდევ უფრო ზღუდავენ და საზღვრის ჩაკეტვით ემუქრებიან, ჩინოვნიკები რესტორნებში მილიონობით ლარს ხარჯავენ, კალაძე ბერიაში ხალხის დაჯარიმებისთვის შტატებს ზრდის, პრემიერ-მინისტრი ყობახიძეა, ვიცე-სპიკერი წილოსანი, ქვეყანას ისევ რუსი ოლიგარქი მართავს, ხო და ამ ყველაფრის შემკურე ორი ამბავი მაქვს თქვენთვის ძვირფასო მეგობრებო. ცუდი და ბევრად უფრო ცუდი. ცუდი ისაა, რომ უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასე გაგრძელდა სადღაც 13 წელიწადში კარგად დაიმახსოვრეთ. 13 წელიწადში ჩვენ ვიქნებით მთლიანად რუსეთის გუბერნია. ჩვენი ეკონომიკა იქნება ჩამოშლილი და მოსახლეობა იქნება უკიდურეს სიღარიბეში და ამაზე ბევრად ცუდი ამბავი ისაა, რომ ეს ამბავი თქვენთვის 2012 წელს უნდა მეთქვა და დამავიწყდა. და რომ გადავთვალეთ ეს მე-13 წელიწადი გაისადგვიწევს ძვირფასო მეგობრებო. მოკლედ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მონოლოგის ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ჩემში აღმოვაჩინე ერთი განსაკუთრებული ნიჭი. გავაცნობიერე, რომ მომავლის ხედვა მაქვს. შემიძლია ახლა მომავლის ხედვა მაქვს და ხილვები მაქვს. ჩემი ეს ხილვები თქვენს მინდა გაგიზიაროთ, რომელიც არჩევნებს ეხება. მაგალითად, მქონდა ახლახან სანამ გადაცემას დავიწყებდი ესეთი ხილვა და ახლაც მომდის ხილვები ნემლელა. ხედავ როგორ გარბის ჩაქონილი ჩავებში ჩაცმული ქალბატონი საარჩევნო ყუთით და უკან როგორ მისდევს მიკროფონით მარიამ გაფრინდაშვილი. ხედავ გაყალბებული არჩევნების შემდეგ აქციებს, უამრავ ხალხს ხედავ. ხედავ როგორ ითხოვს ხალხი რევოლუციას. ამ მუხტს ოპოზიციის ლიდერებშიც ხედავ. აქვე ხედავ სიცივეში დგომით ოპოზიციის ლიდერებს, როგორ სივად ფეხებზე
და როგორ ფიქრობენ რომ ეს რევოლუციის იდეა 1-2 კვირით რომ გადადონ. ნიკა მელია დავინახე. არჩევნების შედეგებით გაბრაზებული ცენტრალური მოედნისკენ მიდიოდა, ხალხიც მიყვებოდა, მაგრამ ძალიან დიდხანს მიდიოდა და ეს ხალხიც ნელ-ნელა დაიფანტა. 1 საათის სიარულის შემდეგ მხოლოდ 2 ადამიანი დარჩა. ნიკა მელია და ის მეორე ვინ არის? ვინ არის ის მეორე ქალბატონი? მაიკო? მაიკო, შენ რა გიდა მანდ? უი, მეც ვიყავი ბატონოვანო. მაიკო, რა გიდა ჩემს ხილვაში, კაცო, აქ მაინც დამასვენ დამანებე თავი, ხო შეიძლება, კაცო? არა, მე მაინტერესებს, რომ ანუ ბოლომდე მიყვებოდი ბატონიკას? კი, მაიკო, ბოლომდე მიყვებოდი ნიკას, ბოლომდე. და სამომავლოდ გეგმებზე ხომ არ ვამბობდით რამეს? კარგი რა მაიკო, დამანებე თავი რა კაცო, გადიდა ჩემი ხილვებიდან, მოშოდი კაცო, ჩემ ხილვაში მაინც ჩემეში, ხო შეიძლება, ვა. მაპატიეთ თვითფასო მეგობრებო. ავღელდი ცოტა. განვაგრძოთ ჩემი ხილვები, ხედავ, მიშა გამოდის ვივამედის კლინიკიდან. გაურკვეველი მიმართულებით დაიძრა. უკვე მიუყვები გზად სხვადასხვა შენობაში შედის, მალევე გამოდის, თითქოს რაღაცას ეძებს. ახლა ვხედავ, ერთ შენობაში შევიდა და იქიდან აღარ გამოდის. მეც შევედი, აღმოჩნდა რომ სპორტ დარბაზში ვარ. სადაც მიშა ლევან-ხაბეიშვილს უყვირის გააგდე ქანტელი ხელიდან და არჩევნების გაყალბება გააპროტესტებო. ლევანს ყურსასმენები უკეთია და არ ესმის. ხედავ არჩევნების მოგების მცდელობებით დაღლილ რომან გოცილიძე ულვაშებს იპარსავს, თმას იზრდის და კლუბურ ცხოვრებას უბრუნდება. მოკლედ, აი ეს იყო ჩემი ხილვები ძვირფასო მეგობრებო და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელმაც ჩემი ეს ხილვები ხუმრობად მიიღო და გულიანად iciნა, ძალიანაც ნუ გადაბჟირდები, თორე მე სპაზმი იცის და ხველებას დაგაწყებინებთ. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფორების ბენდი თამუნა ლეგვეიშვილის ხელმძღვანელობით, მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის გენერალური სპონსორია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომის ახალი ვაფლი ტოპი ხრაშუნა და მუდამ ახალი. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია Voice-G, ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice-G აქცია ტექსტი აუდიო ჩანაწერად. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბოლო დროიდელ განვითარებულ მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის მონოლოგი ლექსად. ვნახოთ. Poésie banale, poésie finale, poésie de voix, poésie de vie, poésie de la, poésie de mi, poésie de moi, poésie de toi, poésie de mi, poésie de vie. Gerardas dros არ ყოფილ ვარ, გონია სიწყნარი. ვარ ბიზნეს და რუსეთის პოლიტპატი მარი. დიდი ხომში ხარი დაქრის მეტის მეტად ანცობს. ეს корпуსი როდის დადგეს? გუშინ მიერ მახსოვს. თვარე თითქოს წარსულია, შუქთა მკრთალი მძივით და მის შუქში გახოული. ცხადი სიზმარივით, შანსი ეღნახი და ბათუმი თეთრად მოილვარე და იზღამეს ტრეილერით, რომ შემოიპარე. არც უახლოს ხაბეიშვილის დინავს მეფურძილით, მაგრამ ჩემთვის არცალია ფიტნესი აქვს დილით. აღარ ისმის მიტინგების ხმები მხიარული, აღარავის აღარ უნდა ჩემთან სიარული. იქმელია წავიდა და აქეთ მომდო შარი, ვარაბია გახდა ჩემზე პოლიტპატი მარი. გახარია მამოქოქა პროპაგანდის ქნარი, თითქოს ოლიგარქის მტერი, ჩუმი მეგობარი, ვივამეთში გამომკეტეს ტვისევდიან გედათ, გისოსების ამიფარეს, რომ არ გამეხედა, ივანიშვილმა ჩახლართა ისევ ტრიუკები და გაშალა პრემიერად ყოფახიძის თმები. ტელევიზორს არ ვუყურებ, უკვე ნერვებს მიიშლის, ხალხი გარბის ხაზარაძის ფორტმუსტანგი იწვის, ისევ მევე ჩემთან თუ არ გავუწოდე ხელი, რაზმიშვილის სტრატეგია აღმაშენებელი. ოპოზიცია დასუსტა, ამას მეც კი
ხვდები, მაგრამ აი საარჩევნო ჩემოგვია ხმები, ოქტომბერში გაიბრწდება კობახეთის თმები, რომ მიშავარ და ციხეშიც ოპტიმისტად ვრჩები. ძალიან მალე დასრულდება ეს ოცნება ტკნარი. ჯერ არასდროს არ ყოფილა მიშა ასე წყნარი. Poésie banale, poésie finale, poésie de voix, poésie de mi, poésie de la, poésie de mi, poésie de moi, poésie de toi, poésie de mi, poésie de vie. გრძელდება ჩვენი გადაცემა. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ანიმაციური სერიალი პოლიტიკური ცირკი. მეოთხე სერიის სათაურია ბრძოლა წესების გარეშე. ვნახოთ. მოგესალმებით აქ შეკრებილ საზოგადოებას. იმის გამო რომ ვერ ხერხდება ქართული ოცნების არჩევნების გზით დამარცხება და ოპოზიციასაც ეზარება ქუჩის აქციების ჩატარება, იმიტომ რომ ჯერ საკმაოდ ცივა, მაშინ მე ამ ქვეყნის მთავარსარდლმა გუშვენ მოვიფიქრე და გადავწყვიტე გავმართო პოლიტიკური ბრძოლა წესების გარეშე. რაუნდი. წავაგე. ევ, ჯერ არ დამინიშნია პრემიერა და უკვე მომჭრა თავი. შეზლონგი ხوار მოგიტანო ბიჭო, შეზლონგი. მაგრამ კიდევ კარგი, ჭკვიანი კაცი ვარ და ყავს სათადარიგო ფალავანი. ამ რაუნდის გამარჯვებულია შავი ქამრის და წითელი მოკლედოტის მფლობელი, ნიკანორებს შორის ყველაზე ნიკანორი, ნიკანორ მელია. გილოცავ ნიკანორ ფინალში გადასვლას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უნდა იბრძოლო იქამდე, რომ არ დამარცხდე. შემდეგი ნახევარფინალური ორთაბრძოლა. ჩემგან ხელთ გასწვრივ რულ ჭკუთხეში ყოფილი პრემიერი, ჩარტერების პრინცი, სიდედრის ტყეების ნადირი და ტარიელას ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილი. აუ ბატონო ბიზნე ხომ გეუბნებოდით, თავიდან მე უნდა გამოგიყვანით რინგდენი. გავეპერჩეკიბდი მოწინააღმდეგეს, მაგრამ მადლობა ბატონო ბიზნე რომ მაინც მომიცით საშუალება დაგიმტკიცო თუ როგორ მიყვარხართ. აი გენაცოლეთ მაგ ქუთუთოებში მიდინე. ირაკლი, მართალია ჩემთვის არაფერს არ მოადგენ და ბევრჯერ გაგაგდე თანამდებობიდან, მაგრამ მაინც ჩემი იმედი მაქვს, რომ ღირსეულად დაიცავ ჩემს სახელს. თქვენთვის რომ არაფერს წარმოადგენ, ამისათვისაც დიდი მადლობა ბატონო ბიზნე. ჩემგან განკლავზე წითელ კუნჯულში ბოდიშების მამა, ყოფილზე უფრო ყოფილი პრემიერი, თვალის ხუჭვას უბადლო შემსრულებელი გიორგი გახარია. მოდი დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში რომ უნდა გაგძუყნო. აუ ჩემი შენი პრობლემებს წინ უგავუსრებთ, მაწვილო. ირაკლი, დუხი თუ ვერ დააგდებ იქნებ, რეიტინგი მაინც დაუგდო ბიჭო. პირველი რაუნდი
როგორც დავიწყე, ისევე მინდა დავასრულო. ბოდიშით. მე გირიმ დრიზე ბეტონი ბიძინე. არა უშავს ირაკლი, არა უშავს. მაშ ასე ფინალური ბოდიში ბატონო ბიძინა რომ დავმარცხდით. რა ამბობ ჩემო ირაკლებო? სანამ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთში ჩხუბობენ, მანამდე ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით. მიდი ნიკანორ, მიდი. აბა გიორგი, შეუდიე. ორივესკენ ვარ, ორივესკენ. ვაგზელებს განაცემა და მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის გენერალური სპონსორია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi. Sandomis ახალი ვაფლი, ტოპი, ხრაშუნა და მუდამ ახალი. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია Voice-ი, ხმის ბანკი, სადაც შეგიძლია შეარჩიო ხმა შენი სარეკლამო რგოლისთვის ან ავტომოპასუხისთვის. Voice-ი აქცია ტექსტი აუდიო ჩანაწერად. აქვე შეგახსენებთ გადაცემების, ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას, მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილის იუბილესთან დაკავშირებული კონცერტი. და აქვე მინდა შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში, InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ. რეკლამის შემდეგ ნახავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბექა ბასილაია. ესე იგი, გამარჯობა. სულ რო სასამართლოს ხდომებზე არიან, რომ მე აი მინდა რომ ცოტა გაგახალისო და აი ამ გადაცემაში მოგიწვიოს სტუმრად. ზოგიერთ სასამართლო პროცესებიც ისეთი სახალისოა. არა, თქვენი პროცესებს რო უყურებ, მართლა შოუს ელემენტებით არის ავსებული, იმიტომ რომ უკვე მერამდენი წელია რაც პიჯაკების საქმე მიდის. ეს მე-10 წელია უკვე და 10 წელია. თემო შეიძლება მეტიც თემო ჯანაშიას უმცროსი ბავშვი დადიოდა ბაღში, როცა თემო გავიცანი. ეხა სკოლას ამთავრებს. ვერ მიტანს რა ეს ბიჭი ხა უკვე თინეიჯერია რომ აი წარმოიდგინე მამამისი ეუბნება რომ ჩემი მეგობარია ბავშვობიდან ხა ხარ ეტყვის ხა 5 წლის ბავშვი რომ ადვოკატი და რაღაც სასამართლო ეს მეგობარი ყოველთვის მოდის სახლში საბუთებით მამა გაყავს გვერდ ოთახში და მამა უკან ბრუნდება ცუთხასიათზე რა ხო ისეთი ის არის რა და არ სრულდება მე ვფიქრობ რომ ბაკალავრის დამთავრებას მოასწრებს ნიკუშა როცა ეს საქმე ბოლოში გავა ესე იგი ბაკალავრი აი მაგისტრატურაც თუ მოასწრო ხო ეგეც შეიძლება ხო ეგეც შესაძლებელი არის კი შეიძლება რომ მაშინ დამთავრდეს ხო ხო ოღონდ მაშინაც შეიძლება უბრალოდ გადაიდოს დასრულებული არ იყოს მაგრამ აი რაღაც მოდით გადაიდოს რომ არ ვიცით როდის სრულდება რა? აი, ფაქტიურად ეს 10 წელია დადის, ესე იგი ჯანაშია და შენ დადიხართ აი ამ პროცესში. ამ პროცესში. თუმცა პლუსიც აქვს ამას. ესე მიიჩნევა, რომ ადვოკატის წარმატება განისაზღვრება კლიენტი რამდენჯერ რა სიხშირით გეპატიჟება სადილზე. და თემო ჯანაშიას ჩვევა აქვს, რომ ყოველი პროცესის მერე პურმარილს შლის. მართლა? კი. და მე მაწყობს რა, ანუ გარდა იმისა, რომ პურმარილის საკითხია, გარდა ამისა თავი მომაქვს, რომ რაღაც ყოველი პროცესის მერე ცენზი იმატებს ჩემი. ეხლა შენ ბოლო პროცესს რო უყურე, ხო, გუშინ წინ იყო თუ არ ვწდები? იქ იყო თემურ ღებლიშვილი, ხო, არის საგანგებო სიტუაციების უფროსია, ხო? და საინტერესო მოწმე იყო, როგორც დავაკვირდი, ეხლა, იმიტომ რომ აი უყურებდი, ისეთ კითხვებს უსვამდი, რომ
ყველაფერზე პასუხს გცემდა რეალურად, ხო და ჩამოშალა მთელი საქმე. აი რა იყო კონკრეტულად? სხვათა შორის დასაფასებელია განსხვავებით ანზორ ჩუბინიძისგან, რომელიც მოვიდა პროცესზე, ანზორ ჩუბინიძე დღეს ვინც არის ეს დაცვის სამსახურის უფროსი, აი ეს ჩარტერი ხო? კი. ბაბუის ხარჯით გადავაფრინე, გადმოვაფრინე. ანზორ ჯიგარო. ჩუბინიძე მოვიდა და თქვა, მეო ჩვენებასო ვერ მოგცემთო, იმიტომ რომ ეს ჩვენება ჩემ წინააღმდეგ შეიძლება იქნეს გამოყენებული. და წავიდა და ჩუბინიძის პერიოდშიც ზუსტად იგივე ხარჯია გაწეული, რა ხარჯსაც ჯანაშია გაწევდა. ანუ ესე ჯანაშია თუ დასაჭერია, ჩუბინიძის დასაჭერი. ხო, აქ შებრუნებულად არის საქმე. ჩვენ ვამბობთ რომ რახან ჩუბინიძე არაა დასაჭერი და ამას მიიჩნევთ. ხო არაა დასაჭერი, აქამდე ბრალი არაა წარდგენილი. ჯანაშიასაც მოუხსენით ბრალდება და უფრო მეტიც თუ ჯანაშიას პერიოდის ხარჯებზე ასამართლებენ მიშას და ჩუბინიძის პერიოდის ხარჯზე, ზუსტად იგივე ხარჯზე ამბობენ, რომ ეს არაა დანაშაული და მიშას მაგაზე არ ასამართლებენ. ხო უნდა მოუხსნან მიშასაც ეს ბრალდება. მაგრამ ნუ ვაგრძელებთ პროცესს და ახლა ეს ხებრიშვილი რომ მოვიდა, სხვათა შორის ძალიან ნამუსიანად მოიქცა, ყველა კითხვას პასუხი გასცა, ჩუბინიძესავით არ დაიმალა. რა კითხვები ქონდა? ნუ მასთან დაისვა ესეთი კითხვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეს გასამხედროებული ორგანიზაცია, ეს არ არის რაღაც ჩოულებრივი სამთავრობო დაწესებულება. ვალდებული არის თუ არა შეესრულებინა პრეზიდენტის ბრძანებულებები, განკარგულებები. არა აქვს მნიშვნელობა თქვა პრეზიდენტი იქნებოდა ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი თუ დღეს უკვე ეს სამსახური პრემიერს ექვემდებარება თუ პრემიერის განკარგულებების შესრულების ვალდებულება აქვს. და დაადასტურა, რომ ეს შესასრულებლად სავალდებულოა და უფრო მეტიც არ შესრულება იქნებოდა გადაცდომა. დანაშაული. ისეთი კარგი ჩვენება მოგცა პროცესის მერე არც ერთმა პროკურორმა კომენტარი არ მისცა მედიას რა. ისე ჩაიარა მედიასთან კომუნიკაციამ, რომ კომენტარი არ გააკეთეს, იმიტომ რომ ხა მოქმედი თანამდებობის პირია, ხა მასზე მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი გავლენის ქვეშ არის, ხო? ხო. და ჩვენი არგუმენტები გაიმეორა. მაგრამ ამ ესე იგი ამ პიჯაკების საქმე, რა თქმა უნდა, პიჯაკების საქმეთი შესული. მარტო პიჯაკები ხო არ არის შიგნით, ხო? ხო, ნუ შიგნით პიჯაკებზე უფრო კომიკური საკითხებიც არის ბრალად წაყენებული. ეხლა მაგალითად იქ არის ჯო ბაიდენის როცა სენატორი იყო, გამასპინძლების ხარჯი ამერიკაში, როდესაც ჰქონდა პრეზიდენტის ვიზიტი. ერთ-ერთი შეხვედრა იყო სენატორ ბაიდენთან და მისი გუნდის წარმომადგენლობతో საკმაოდ წარმომადგენლობითი ვახშამი გაიმართა. მე მგონი ბაიდენს სტეიკი ჰქონდა შეკვეთილი, არ ვიცი ხა ახსოვს არ ახსოვს, მაგრამ მაგაზე ბრალია წაყენებული მიშაზე. ბაიდენს სტეიკი, ანუ იცის ბაიდენმა ეხლა მიშა მაგის სტეიკი გამოვიდა და იჭირო. ნუ არ ვიცი ახსოვს თუ არა არ ვიცი რა საბუთები გვაქვს. ხო, ნუ ეხლა მე მისოთა ასაკშია, მაგრამ შეგვიძლია რომ გავახსენოთ, არ არის პრობლემა. ამ ამერიკელ პოლიტიკოსებს და პრეზიდენტებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს განსაკუთრებით ერჩის ეს პროკურატურა პიჯაკების საქმეზე. ჰილარი კლინტონი როცა იყო აქ სტუმრად, მან რედბული და რაღაც ჰენდმეიდ ლიმონათის ხარჯებია ბრალად წარდგენილი, ეს ჩეკებია, მტკიცებულებად მოტანილი. რედბული სად მოუნდა ჰილარი კლინტონს ანტი გამოვიდა? აი ეს აღმაშენებელი რო გარემონტდა რა, ბოლო ნაწილი ჩამოატარეს და იქ ალბათ რომელიმე კაფესთან შეჩერდნენ, შეყოვდნენ და რაღაც შეუკვეთეს და სიარულით დაღალა და რედბული დაალევინა, მოდი ახლა პარემ. გავაგრძელოთ. სწრაფად სიარული. გავაგრძელოთ რომ აღმაშენებელზე არ გავჩერდეთ. ერთი ეს გაუთავებელი კითხვების მინდა რომ პასუხი გავცე. ანუ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების ამბავი. ანუ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების უფლება ხო აქვს მიხეილ სააკაშვილის? ეხლა ამ კითხვაზე პასუხი გავმიჯნოთ პოლიტიკური ნაწილი და სამართლებრივი ნაწილი. სამართლებრივი მაინტერესებს. იმიტომ რომ ეხლა რასიზამ სალომე როგორ მოიქცევა ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ სამართლებრივად სრული უფლება აქვს რომ შეიწყალოს და დღეს მიშას პატიმრობის ერთადერთი საფუძველია ეს განაჩენები. წინასწარი პატიმრობა მას არ აქვს შეფარდებულება. შესაბამისად, თუ სალომე შეიწყალებს, მიშა უნდა გათავისუფლდეს ცალსახად. ნუ ამის შემდეგ თუ ოცნება ისევ აიღებს თავზე ხელს და ბიძინას აი როგორც უგულავას გაუკეთა. ხო, თუ ამას გააკეთებენ, სალომეს ისევ შეუძლია შეიწყალოს. ანუ ისევ შეუძლია შეიწყალოს. კი. ანუ ვიდრე პრეზიდენტია, შეწყალების ლიმიტი არ გააჩნია. ხო, ნუ აი ეს მაინტერესებს, რომ თვითონ როგორ არის ბატონ მიშა? აი ხა ბოლოსაც რო ჩაერთო და როცა ხვდებით მხნედარი ძალიან შემართულია და ჯანმრთელობის პრობლემები ნუ ჯანმრთელობა სახარბიელოდ არ არის, ნუ რა თქმა უნდა ეს ჯანმრთელობის პრობლემები ადგილზეა. შეიძლება გარკვეულ მაჩვენებლებში იყოს თქვათ წინსვლა, მაგრამ გამოჯანმრთელებული ნამდვილად არ არის და მის გამოჯანმრთელებას ძალიან
დიდი პროცედურები დაჭირდება თავისუფლებაზე ყოფნის პირობებში და ნუ ეხა გვივამეთში რომ ეხა ვერ განიკურნება ამაზე საუბარი არ არის ხო ბუნებრივია ხო გასაგებია ბევრჯერ ხარ დაჭერილი აქ აქციების პერიოდში ხო საქართველოში ხო სად მიყავდი როგორ გეპყრობოდნენ ერთი პერიოდი იყო რაღაც პალასა მქონდა ხო იცის პალასას რო ეძახდა აი თუ არ გავიდოდა რომ არ დავეკავებინეთ რა ხო ერთ-ერთი დაკავება იყო გადაგვიყვანეს სამინისტროს შენობა სადაც არის კახეთის გზატკეცილზე იზოლატორში არა და მთელი ღამე იქ გავათენეთ და დილით პირდაპირ სასამართლოში და მაგრადმშია და თან ახლა ამ ბიჭებთანაც ხო ურთიერთობას აბამ რა ბადრაგები არიან თუ პატრულის თანამშრომლები ნუ იმ შემთხვევაში ბადრაგის ფუნქცია ციხიდან მოყავ ხარ მეთქი მაგდონალდში გავიარო თქო რა მე დაგპატიჟე თქო რაღაც რა ჭამოთქო რა თავი შეიკავა მეთქი ხა მაგის შეთანხმებაც არ დაიწყო რომ ხა მაგდონალდში უნდა გავიაროთ ბასილაიასთან ერთად საჭმელად რაღაცა რა ხო და კაი წავიდეთ მაგ დრაივზე შევედით ნუ ხა შიგნით შესვლისგან მაინც თავს ვიკავით რომ დრაივიდან ავიღოთ რომ მაინც მანქანიდან არ გადავიდეთ რა რაღაცები ავიღეთ რა ხა იქ რაც შეიძლება დესერტით ნაპინით ყველაფრით რაღაც აი კაი გემრიელად ჭამეთ უკვე თან ვიცი რომ უკვე დამიჭერენ ხა რა თუნდა ისეთი პერიოდია რა და აი კაი ნაჭამი შევდივარ რა სასამართლოში რომ მივედით ავედი პროცესზე და უკვე როგორ ვარ იცი ეს გატრუხებულია დაკავების თემა ხა პირველად რომ დამიჭერეს 9 საათიანი სიტყვა მქონდა პროცესზე და ეხა არაფერს არ ვამბობ რა გატრუხებული რა მოსამართლეს ვთქვა რომ არ ჩენ დაიღალო არც მე და პირდაპირ იზოლატორში წავა მეძინება ხა კაი ნაჭამი ვარ ხამენათევი კაი ნაჭამი და იზოლატორში მინდა რა და ეს მოსამართლე რა თავს იგიჟებს რატომღაც გადაწყვეტა ფორმალური წესები დაეცვა რა არასდროს არ დაუცვია რა რო არა მოწმის ჩვენების გარეშე არ გამოვა და არ გიმეთქი მე ვინ უნდა იყოს მოწმე და ეს ჩემი ბადრაგი არ შემოდის აი ისა საჭამე 15 წუთის წინ რომ ერთად ვიქეიფეთ მაგდონალდში და ჩვენება მისა შეეწინა რა თქვა შემოდის რა და აი შემომხედა რა და უკვე უგრძნობ რომ უხერხულად გრძნობს კაცი თავს რა და მეთქი რატო შეაწუხეთ ეს პატიოსანი კაცი რაღაც მინდა ვაგრძნობინო რომ თავისუფლად იგრძენი რაღაც რომ აი სწრაფად მორჩეს რომ წავიდეს რა და ამან არ ვიცი ეს რის სიგნალად მიიღო ეს რომ რაღაც მე თითქოს გაუადვილე აი მომთხარა რა ესო ხულიგანიო გვაგინებდაო ფიზიკურად ძალად უნდა იყვე ბიჭო ბურგერი ხო გაჭამეთ არა ეკიდეკაი ეგ არ თქვა თორემ მე შეიძლება ქრთამის მიცემაში გასულიყო და ადმინისტრაციული ვერ გამომძვრალიყავი რა ხედავ შე რო გადამიყვანა მეთქი რამ გაგაგიჟა თქო რა ხომ ანიშნეო კაცო ხომ ანიშნეო განიშნეს რაფად მორჩეთ თორე ახლა პლატ ზის სამართლის და ქვია ჩვენება ზის სამართლის დანაშაული ჩვენ ეს მოსამართლე 2 დღით აპირებდა და 6 დღე მომისაჯა ამის ჩვენების რაღაც დიფერენციაცია ხომ უნდა იყოს რა აი მე კაი იყო ეგეც შენი პატივისცემა ადვოკატად რომ მუშაობდი ახლა საინტერესო საქმეები არაფერი ქონია ისეთი აი საინტერესო რა ანუ ხო იცი საინტერესო საქმეები არის როგორ არა მაგრამ ეხლა მე მგონი რაღაც ნაფიცების პროცესებზე რა ხდება ამ კვლელობის საქმეებზე ეს ნაკლებად მოსაყოლია ეხლა ხო ალბათ უფრო სახალისო ისტორიები საერთოდ თაღლითობის საქმეები ძალიან სახალისოა და საინტერესოა როგორ გზნობ რომ თაღლითია არა ნუ ეხლა ჩემი ამოცანა მან და არ არის თქვა თავარია რომ დავიცვა და ერთ დღეც არის საკმაოდ დიდი დავა და მოდის მამაკაცი შეხვედრაზე, ვინც პოტენციური ბრალდებულია რა, მე ბრალიც წაუყენეს, დიდი, ანუ ქონებრივი თვალსაზრისით დიდ დავაზე მიდიოდა საკითხი. ისე წავიყვანეთ საქმე, რომ მისთვის სასარგებლოდ მიდის საქმე. და ჰონორარზე რო ვისაუბრეთ, მითხრა რომ აი ხო ხედავ ხარ ამ ხელა პრობლემების ქვეშ ვარო და ერთიანად არ შემიძლიაო და ნაწილიო შემიძლია ვისესხო. და მოგიტანო და მეთქი არა ეხა სამბრალდებული ხარ თან ეხა სესხები იღე რაღაცა მე თუ ყველაფერი კარგად დასრულდა ერთიანად გავსწორდეთ ხო რა დაუბრუნებდნენ ხო სასაცილო და საკმაოდ სხვა და ნუ არც ვფიქრობ რაღაც სხვას საქმე კარგად დასრულდა
მოიგო ის წილებიც დაირეგისტრირა და გაქრა. გადაგაგდო? არა, გაქრა. მოდი, გადაგდება დავარ. ხო, ნუ ეხა კლიენტი რო გადაგაგდეს, რაღაც კარგად არ ჟღერს რა, გაქრა რა. გადაგაგდო. ურეკავ არ უპასუხობს. ეხა ამ საქმეში ხო სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, ვისაც კონტაქტი აქვს, მათ ურეკავ, ისინიც რაღაც თლაც საამაყო პასუხებს არ მცემენ რა ამის შესახებ, რომ აი სადაა როგორაა და კაი გავეშვი ეხა სასამართლოში ხო არ წავალ სადაოდ რომ კლიენტმა ფული არ გადამიხადა ეხა ხო აი მაგარი გადაობა იქნება რა რომ აი პროცესზე ამტკიცებ რომ აი ამან ფული არ გადამიხადა. ერთი დღეც არის მეგობრებთან ერთად შევდივარ სადღაცას კაფეში და აქ მხვდება. ზის კაფეში. ზის ვიღაცასთან ერთად რა და ეხა რამდენიმე ადამიანთან ერთად ვარ და ისედაც ახლა ესეც სივრცეში ხوار დაუწყებ რაღაც საუბარს რა რაღაცა. ნუ მივესალმეთ ერთმანეთს კარგად, რაღაც მოვიკითხე რომ რა შვებით ხო რაღაცა ორი სიტუაცია რო სად დაიკარგეთ ხო რაღაცა გამოუჩდებიო რაღაცა შენ მაგაზე არის დარდო რაღაც პრობლემები იყო და არა მეთქი მაგიტო კი არ გეკითხები რაღაც უბრალოდ რა. ჩვენც დავსხედით. ერთი ორჯერ ჩვენ მაგიდასთან მოვიდა აქ ჩემს მეგობრებს მოუყვა რა კარგი ადამიანი ვარ. მაგარი ადვოკატი ვარ. რაღაც და უკვე აი ისია რომ აი უკვე მოპატიჟება მინდა ამათი რა სულ დამავიწყდა უკვე აღარ მახსოვს რომ ჰონორარი რაღაცა რა რომ აი უკვე ჩვენზე ადრე გავიდნენ იმიტომ ჩვენ რომ მივედით და ვიდრე გავიდოდნენ უკვე წუხილი მომდის მაკრო ბიჭო ეხლა არ გაიწიოს ჩვენის გადასახდელად. ხო ეხლა ჩვენ ბევრნი ვართ და ცოტა არ მოვა რა ანგარიში და ეს მაწუხებს, მაგრამ თან ეს რო ვუთხრა, საერთოდ სიგნალად არ მიიღოს. მიხდი ხო, რომ შეიძლება არც აპირებს და ეს რო უთხრა, რომ არ გადაიხადო, უფრო უხერხულში არის. მიხდი ხო, სად მივდივარ რა, სად ვარ, აი რაღაც დიდ ჭმუნვებში ვარ რა, აი წუხილში ვარ. უხერხულობისგან ლუკმა აღარ გადამდის რა. ანუ დამემშვიდობა რაღაც ხელი დამიქნია გასვლისას და მეც რაღაც წავიდა. ჩვენც რაღაც 1 საათის, 2 საათის თავზე მოვითხოვეთ ანგარიში რაღაც მოდის ანგარიში და 2 ჩეკია. მეორე რისია. მეორე რისია. მეთქი ახლა რა, ვეძახი რა, მინტანს ვინც გვემსახურება რა და მეთქი რაღაც შეცდომაა თქო. არა, რა შეცდომაა რა. აიო იქო მამაკაცი რა იჯდა. აიო თქვენთანო რო იყო რა, თქვენთან რო იყო რა. ადრე მომიწია გასვლაო რა, გვითხრაო და ეს ბექა გადაიხდის რა თან ეს ადრე რომ წარა იყო და ახლა თკბილად იხსენების მას მერე აი ეს ტარიფების პოლიტიკა ძალიან გავამკაცრებთ კომპანიაში რა. აბა რა მილიონიანი საქმე მოაგებინე და მე ფულიც არ გადაგიხადა თან ეს რესტორნის ფული შეგადაგაგ სიგნალი იყო მე მგონი რომ აღარ მოიკითხო რა ის ჰონორარი აღარ მოიკითხო რა. კი ერთი საინტერესო ამბავი არის რომ კენჭისყრიდი ფოთში. კი 2016 ქონი ეგეთი პერიოდი ცხოვრებაში რომ 2000 რომელ წელს 16-ში ანუ ფოთში გადაწყვეტა ხო მაჟორიტარად. კი. როგორი იყო შენთვის არჩევნები, აი ხალხთან ურთიერთობა როგორ შეაფასებდი მაინც ხო იცი არჩევნები მაინც ისეთია რა. იცი რა, ეხლა მე ფოთელი ვარ. ხო. ფოთში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა ფოთში დავამთავრე და მოკლედ ეს როდესაც კენჭისყრა გადავწყვეტე, თევზი წყალში ესე ურზნობდი თავს რა და მაშინ ძალიან აქტუალური იყო კარდაკარის პოლიტიკა. მახსოვს. აი დიდი შეჯიბრი იყო გამოცხადებული, რომ აი ვიღაცამ მაგალითად თელავში ერთ დღეში 300 ოჯახი მოინახულა. ვიღაცამ ზესტაფონში 315 და აუქციონი მიდიოდა ლამის რა და ახლა ამ ფერხულში მეც ჩავები რა. პირველი ერთი კვირის თავზე დაიწყო ესეთი შემთხვევები, რომ მაქსიმუმ 5-10 წუთი შეყოვნებულიყავი ერთ ოჯახში. თითო ოჯახში. ანუ პროგრამას მოკლედ აცნობ, ბუკლეტს აძლევ და მოდიხარ ხო, მეტი რა უნდა იყოს. უკვე რაღაც პოლემიკის სახე მიიღო და დისკუსიის ამ კარდაკარის დროს შეხვედრება აი ოჯახში თქვა ვიღაცამ გამოგხედა აი ფუნდამენტურ საკითხებზე მიდის აქ ნუ იწყება ნაცების მმართველობის შეფასებით ხო გრძელდება ადამიანის უფლებების შენეული ხედვით და სრულდება საგარეო პოლიტიკური პოზიციებით და
თავიდან ძალიან მომწონდა ეს, რომ აი ესე იგი ეს ხალხი ჩემში პოლიტიკოს ხედავს, რომ ყველას თუ ამდენი ელაპარაკე, ხო, მაგრამ ნუ საინტერესოა ეს მომწონს და თან როგორ არის იცი, რომ ესენი რო გესაუბრებიან, თავიდან გრძნობ რომ სხვა პოზიციაზე არიან და მე დისკუსიის მიმდინარეობისას თითქოს შენკენ მოგყავს. ხო. და ამას გამარჯვებად მიიჩნევ, რომ ეს მე გადაითარგმნება არჩევნებში, შემოხაზავენ 5 ნომერს რა, ეს ამის იმედით ხარ რა. მაგრამ რა აღმოჩნდა დაახლოებით 1 თვის თავზე კარდაკარის თურმე ეს ხალხი მაყოვნებს იქ. ანუ რა შეიძლება ნაკლებს შევხვდე. მომზადებული ოცნების ამომრჩევლები. ხო. და დისკუსიაში შემოდის. ხო. 1 საათნახევარი ხა იმასთან რომ ილაპარაკებ, ჯერ ხო საათნახევარი დაკარგე. ხო. და მე თავიც არ გაქვს რომ გააგრძელო რა. ძალიან მაგარი ტაქტიკა იყო. ვახ, ესე იგი, ეგ პირველად მოვისმინე ეგეთი საინტერესო. ხო, ეხლა ეს გამოცდილება უნდა გაიზიარონ, მე მგონი ამ არჩევნებზე კარდაკარს ვინც გეგმავს. კარდაკარი ვაფშე ამოსაგდებია, იმიტომ რომ ახშგარად უკვე ეს გაშიფრული ისაა. სქემა. ხო, კონცეფცია. ერთი საინტერესო ამბავი არის ის, რომ ეხლა წარმოუდგენელია და შენ გყავს ფეხბურთის გუნდი. კი ბატონო. აი, როგორ წინადადებაა, ხო? ხო, რა ფეხბურთის გუნდი გყავს? მოკლედ, ფლობელიც ვარ ამ გუნდის და მწვრთნელიც. იმიტომ რომ რახან ფლობელი მე ვარ, მწვრთნელსაც მე ვნიშნავ. ანუ შენ ხარ ჩემი თავი დავინიშნე. რა რომელი გუნდია? ეს არის თბილისის კოლხეთი, მოყვარულთა ლიგაში ვთამაშობთ. ხო. ნუ ამის იქით ლიგა არ არსებობს რა. სულ ქვედა ლიგაში. ანუ რა არის? ვინ თამაშობს? რა ხალხი თამაშობს? ნუ აქ თამაშობთ ის ხალხი, ვისაც ფეხბურთი ძალიან გვიყვარს. ხო. მაგრამ რაღაც გარემოებების გამო დიდი ფეხბურთი ვინც ვერ ითამაშა, ანუ ვეტერანი ვინცა, მოკლედ ვეტერან და არ შემდგარ ფეხბურთელთა ლიგაა რა. ხო. თუმცა სანახაობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მოწესრიგებული სტადიონები, მსაჯები, ეკიპირება. ის სტადიონზე სადმე? თუ კი, ნუ ეს ისე ხდება, ამის ფედერაცია არსებობს და კარგად ორგანიზებულია რა. რამოდენიმე 1000 ადამიანი თამაშობს საქართველოს მასშტაბით მოყვარულთა ლიგაში. ბიუჯეტი გააქვთ თუ არა? ხელფას არ უხდი ხა. აი ეს ჰონორარი რო ამებო. რაღაც შეიძლება. ყველა დარბია თუ რა ყვინაში ერთხელ ხომ აიძგან ფეხბურთი თამაში. კი, ერთხელ თამაშობ რა. მწვრთნელი ჩენ ხარ. მწვრთნელი მე ვარ და ნუ ეხა რა ტაქტიკით ათამაშებ? ჩემი სამწვრთნელო ტალანტი ჩემი ფეხბურთელების მიერ დიდად აღიარებული არ არის. ანუ არ გიჯერებენ. აი როგორ გითხრა რა. შემადგენლობას ვაყენებ და მე მოედანზე თვითონ წყვეტე რა. სადირბილო. ხო, საინტერესო. სრული თავისუფლება. ხო, გადა ჩემგან მინიჭებული ესე ხდება რა. მე ვალაგებ და დაჭი თქვენაც გინდა. მაგარი გუნდია, თუ გეითამაში უნდა ვნახო. კი, აი ძალიან საინტერესო თამაში. ბილეთები იყიდება თუ უფასოდ? არა, დასწრება თავისუფალია და სხვათა შორის საქართველოს ჩემპიონატის ზოგ თამაშს არ ჩამორჩება ინტენსივობით რა. ფეხბურთელების კატეგორია ვინები ყავს აი მაგალითად? ფეხბურთელების კატეგორია, ნუ თავიდან დავიწყეთ ჩემი მეგობრები თამაშობდით, მე დავიწყე ტრანსფერები და ლეგიონერებიც ყავს. სადაური? აფრიკიდან ძირითადად. აფრიკელები ყავს. ამ ბიჭებს, აფრიკელ ბიჭებს ძირითადად აქ საქართველოში ყოფნის სტატუსის პრობლემა და მე ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში ვეხმარები რა. და მაგითო თამაშობ. და ყველაზე მოტივირებული ეგენი თამაშობთ რა. შარშან გავედით მერვე ადგილზე. ნორმალური გუნდი გვყავდა და წელს გაძლიერებას გეგმავ. ამ დროს მირეკავს შოლა, big coach მეძახის. ხო, შოლა გისმენ მეუბნები. მეუბნება რომ გუნდიდან მივდივარო. ჩემს კარიერაშიო ნაბიჯი წინ უნდა გადავდგავ. ჯერ გააზრება არ მქონდა დასრულებული, რომ ამატებს რომ ჯუდიც მოდისო. და ჯუდის რა უნდა თქო რა, რამდენიმე ლეგიონერი მყავს, კაცო, კენდი მყავს კიდე, ვისტომი მყავს, ელეჯი მყავს, შედრაკი მყავს, ბევრი მყავს. მაგრამ ეს ორი საუკეთესოა. ნახევარმცველი ხერხემალი არიან გუნდის. მეთქი სად მიდიხართ? ეგ მაინც მითხარით რომ ვიამაყო მაინც რომ ჩემი გუნდიდან ფეხბურთელი გადავიდა პროფესიონალურ გუნდში რა და მეუბნება გუნდის სახელს რომელიც ჩვენ ხომ მერვე ადგილზე გავედით მოყვარულთა ლიგაში მოყვარულთა ლიგაში მე 7-ზე გავიდა
კარიერაში წინ გადადის ნაბიჯი იგადადია ბეკა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა პირიქით მადლობა წარმატებები მინდა გისურვო მე იმედი მაქვს რომ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილი გარეთ იქნება ასევე ამას ვიმედოვნებ თემურიდაც ერთი სუფრა იყისოს ჩვენ წაგვიყვანოს იმ სუფრაზე ყოველი აი ხა ნახავს აუცილებლად წარმატებები ბეკა მასულა ჩვენი განცემის სტუმარი მადლობა ბეკა ძირფასო ტელემაყურებლებო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა ერთმანეთს შევხვდებით რა თქმა უნდა ზუსტად ერთ კვირაში ახლა უნდა გავიქცე ნინო წილოსანის ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციაზე ვარ დაპატიჟებული შილაკიდან ვიცე-სპიკერობამდე ესე ქვია წიგნის და ამიტომ გავიქცე ნახვამდის